უკრაინა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადაა. ორი კვირის შემდეგ, რაც თავდაპირველმა მცდელობამ არ გაამართლა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა, ომში ჩაბმული ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი დელეგაციები 2 ივნისს ისევ სტამბოლში ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან. თუმცა მანამდე უკრაინა აგრესორისგან დაპირებულ მემორანდუმის ტექსტს ელოდება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა და ომის წელსვე დასრულება სურს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე გააცნო რუსულ მხარეს საკუთარი ხედვა სამშვიდობო ძალისხმევის მომდევნო ეტაპების შესახებ და ახლა საპასუხო ნაბიჯს ელის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად ეს აუცილებელია, რათა მომდევნო შეხვედრა შინაარსიანი და ობიექტური იყოს. უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. იგი უნდა დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რაც გზას გაუხსნის უფრო ფართო მოლაპარაკებებს. უკრაინისთვის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ შეხვედრების გაგრძელებით, რადგან გვსურს, რომ ეს ომი წელსვე დასრულდეს. დაინტერესებულები ვართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევით. იქნება ეს 20, 50 თუ 100 დღით. უკრაინა ღიაა ეს საკითხი რუსეთთან პირდაპირ განიხილოს. უკრაინამ სტამბოლში გამართული წინა შეხვედრის შედეგების საფუძველზე უკვე გააცნო რუსულ მხარეს საკუთარი ხედვა შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ ასევე ველოდებით რუსული მხარისგან მემორანდუმს მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამას რუსეთი ამერიკულ მხარესაც დაჰპირდა. ამიტომ იმისათვის, რომ შემდეგი შეხვედრა შინაარსიანი და ობიექტური იყოს, მნიშვნელოვანია დოკუმენტის წინასწარ მიღება, რათა იქ მყოფ დელეგაციას ჰქონდეს შესაძლებლობა განიხილოს შესაბამისი პოზიციები. იმის შესახებ, თუ რა პირობები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომის დასასრულებლად დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, კიევის მოწოდებები რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე გამოაქვეყნოს არაკონსტრუქციულია. ჩვენ შევთავაზეთ სტამბოლში შეხვედრა მემორანდუმის პროექტების განსახილველად. მოთხოვნები მემორანდუმის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ არაკონსტრუქციულია. ამჟამად მხოლოდ მოლაპარაკებების გაგრძელების მზაობის დადასტურება ან უარყოფაა საჭირო. როგორც მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული რუსული წყაროები იუწყებიან, ვლადიმირ პუტინი ომის დასრულების სანაცვლოდ ნატოს აღმოსავლეთში გაფართოების შეწყვეტას ითხოვს, რაც ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღებას ოფიციალურად გამორიცხავს. იგი ითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტსაც, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმებას, გაყინული აქტივების საკითხის გადაწყვეტას და უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. როგორც როიტერს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, პუტინი მზადაა მშვიდობისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. პრეზიდენტი პუტინი მუდმივად აწვის თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის ამერიკის წარმომადგენლებს ჩვენს პოზიციას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობის შესახებ. რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები ესმით, მათ შორის ვაშინგტონში. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ კრემლის შეშფოთება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ეს საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის კიტ კელოგის თანახმად შეხვედრას ასევე დაესწრებიან დასავლელი ლიდერების მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მომაკვდინებელი ომის დასრულებაა და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოხატავს იმედგაცრუებას როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტის მიმართ. იგი მეორე ვადით არჩევამდე წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ხშირად აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად პირველ 24 საათში დაასრულებდა. თუმცა ამ დრომდე დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინის ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ვერ შეძლო.